მისათა, ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა, პაისი დაწმინდელის. მადლობდეთ ღმერთს დიდსა და მცირეს. მე მწამს, რომ ღმერთი შემეწევა, ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ ამასთან ერთად ცდილობენ ფული შეაგროვონ, რათა არაფრის დანაკლისი არ იქცენ. ასეთი ადამიანები დასცინიან უფალს, ვინაიდან თავს მიანდობენ არა მას, არამედ ფულს. თუ ისინი არ მიატოვებენ ფულის სიყვარულს და მთელ იმედებს მას მიანდობენ, ვერ შეძლებენ იმედები ღმერთზე დაამყარონ. მე არ ვამბობ, რომ ადამიანებს არანაირი დანაზოგი არ უნდა ჰქონდეთ საჭიროებებისათვის, არა, მაგრამ მთელი სასოება ფულს არ უნდა მიანდონ. ფულს არ უნდა მისცეს გული, ვინაიდან თუ ასე იქცევა, ის ივიწყებს უფალს. ადამიანი, რომელიც არ ენდობა ღმერთს, საკუთარ გეგმებს აწყობს. შემდეგ კი ამბობს, რომ ასე სურს ღმერთს, თავის საქმეს ეშმაკურად აკურთხებს და მუდამ იტანჯება. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რამდენად ძლიერი და კეთილია ღმერთი. ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას იყოს ჩვენი პატრონი, განაგებდეს ჩვენს ცხოვრებას და ამიტომაც ვიტანჯებთ. სინაზე წმინდა ეპისტიმის სენაკში, სადაც მე ვცხოვრობდი, ძალიან ცოტა წყალი იყო. ერთ გამოქვაბულში, სენაკიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით ნაპრალიდან კლდეში წყალი წვეთავდა. გავაკეთე პატარა წყლის აუზი და დღე-ღამეში იქ 3 ლიტრამდე წყალს ვაგროვებდი. წყალზე რომ მივიდოდი, რკინის ქილას ვდგამდი და ვიდრე ივსებოდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდი. მე მცირედ ვისველებდი თავს, მხოლოდ შუბლს და ეს მეხმარებოდა, როგორც ერთმა ექიმმა მირჩია. ცოტა წყალს ვიღებდი დასალევად და ცალკე ქილით ვაგროვებდი წყალს თაგვებისა და ჩიტებისათვის, რომლებიც ჩემს შენაკში ცხოვრობდნენ. სარეცხისა და სხვა საჭიროებისათვის იმავე წყალს ვიყენებდი გამოქვაბულიდან. რა სიხარულს, რა მადლიერებას განვიცდიდი ამ მცირე წყლის გამო, რომელიც მქონდა. მე ვადიდებდი უფალს იმისთვის, რომ წყალი მომცა. შემდეგ, როცა წმინდა მთაზე წავედი და მცირე ხნით ივერიის კიჩი დავსახლდი, იქ, ვინაიდან მზის ხარე იყო, წყლის ნაკლებობა არ იგრძნობოდა. იქ ერთი აუზი იყო, რომლიდანაც წყალი ზემოდან გადმოდიოდა. ვიბანდი თავს, ფეხებს, მაგრამ ძველი მიმავიწყდა. სინაზე მცირეოდენი წყლისათვის თვალები მადლიერების ცრემლით მევსებოდა. აქ კი სკიჩი წყლის სიუხვისაგან მე დავიწყებას მივეცი. ამიტომაც წავედი ამ სენაკიდან და 80 მეტრით მოშორებით დავესახლე, სადაც პატარა აუზი იდგა. როგორ იბნება, როგორ ივიწყებს ადამიანი სიუხვისაგან. ჩვენ სრულებით უპირობოდ უნდა მივანდოთ თავის საღვთო განგებულებას. ღვთის ნებას და ღმერთი იზრუნებს ჩვენზე. ერთი ბერი ერთხელ საღამოს მთის მწვერვალისკენ წავიდა, რათა იქ წუხრი აღესრულებინა. გზაში თეთრი სოკო იპოვა და ამ იშვიათი მონაპოვარისათვის უფალს მადლობა შესწირა. უკან გზაზე მას ამ სოკოს მოჭრა სურდა, რათა თავისთვის ვახშამი მოემზადებინა. თუ ერისკაცები შემეკითხებია მჭამ თუ არა ხორცს, გულში ფიქრობდა ბერი, შემიძლია უთხრა მათ რომ მჭამ ყოველ შემოდგომაზე. სენაკში დაბრუნებისას დაინახა, რომ ვიდრე მწუხრს კითხულობდა, სოკოზე რაღაც ცხოველს დაუბიჯებია და მხოლოდ ნახევარიღა დარჩენილი. როგორც ჩანს, თქვა ბერმა, სწორედ ამდენი უნდა მეჭამა. მოკრიფა, რაც დარჩა და ღმერთს მადლობა შესწირა მისი განგებულებისათვის, ნახევარი სოკოსათვის. ცოტა ქვემოთ მან კიდევ ერთი ნახევარი სოკო იპოვა. დაიხარა, რომ მოეჭრა და ვახშმისათვის დანაკლისი შეევსო. მაგრამ დაინახა, რომ სოკო ფუტურო, შესაძლოა შხამიანიც კი იყო. ბერმა დატოვა იგი და ისევ მადლობა მიუძღვნა ღმერთს იმისათვის, რომ მან იგი მოწამვლისაგან დაიფარა. სენაკში დაბრუნებულმა ბერმა ნახევარი სოკოთი ივახშნა. მეორე დღეს, როცა სახლიდან გამოვიდა, თვალწინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადაეშალა. სენაკის გარშემო ყველგან მშვენიერი სოკოები ამოზრდილიყვნენ. მათ დანახვაზე ბერმა ისევ ადიდა უფალი. ხედავთ, მან მადლობა შესწირა ღმერთს
თელ სოკოზეც და ნახევარზეც, კარგზეც და ცუდზეც, ერთზეც და მრავალზეც. იგი ყველაფრისათვის მადლიერი იყო. სახიერი ღმერთი უხვ წყალობას გვანიჭებს და მისი ქმედება ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მომართული. ყოველივე სიკეთე, რაც კი გაგვაჩნია, ღვთის ძღვენია. ყველაფერი თავისი ქმნილების ადამიანისადმი სამსახუროდ დაადგინა. ისე გააკეთა, რომ ყველა ცხოველებიც, ფრინველებიც, პატარებიცა და დიდებიც, მცენარეებიც კი საკუთარ თავს მსხვერპლად წირავდნენ მისთვის. თავად ღმერთმაც საკუთარი თავის კი გაიღო მსხვერპლად, რათა ადამიანი გამოიხსნა. ნუ იქნებით გულგრილნი ყოველივე ამის მიმართ. ნუ მივაყენებთ ჭრილობას უმადურობით და უგრძნობელობით, არამედ ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ მას. ამინ. ღმერთმა მოგმადლოს მადლიერების განცდა ყოველივესთვის. აი ამ ძალიან მცირე უბრალო საუბარს რომ კითხულობ წმინდა მამის, ხვდები რა სიღრმისეული განცდა ჰქონდათ წმინდა ადამიანებს ღვთისა და საიდან იშვებოდა ეს მადლიერება. ერულად მოაზროვნე ადამიანისთვის შეიძლება ეს მონათხრობი ცოტა სისულელეც კი იყოს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ერულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ქრისტიანული სიბრძნე ყოველთვის სისულელია. მაგრამ სულიერი ადამიანი ხვდება რომ იმისათვის რომ ადამიანს ასეთი მადლიერების განცდა ჰქონდეს ღვთისადმი, მართლაც ერთ სოკოს იპოვის, მერე ნახევარი დახვდება თუ უამრავს მეორე დილით. ყოველთვის ერთნაირად ადიდებდეს ღმერთს, ამისათვის აუცილებელია ადამიანს ძალიან ღრმა და დიდი რწმენა ჰქონდეს უფლისა. და როდესაც ვამბობთ რწმენას, არ გულისხმობთ ღმერთის არსებობის დაჯერების, არამედ რწმენა იმისა, რომ ღმერთი ყოველივეს მის სასარგებლოდ განაგებს და სწორედ ამაზე მიგვითითებს, ხო, პაისი ათონელი ამ ისტორიას რომ ამთავრებს, შემდგომ ამბობს, რომ სახიერი ღმერთი უხვ წყალობას გვანიჭებს და მისი ქმედება ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მომართული. თუ ადამიანს ეს რწმენა აქვს, რომ ყოველივე რაც ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანის სასარგებლოდ შექმნა ღმერთმა და ნახეთ როგორ ამბობს ცოტა იქით მერე რომ მასზე მსხვერპლს სწირავს ყველა. ანუ ყველაფერი რაც კი არის ჩვენთვის არის შექმნილი. თუ ამას დაიჯერებს ადამიანი, თუ ამის სწამს ადამიანს, მაშინ ის მართლაც უკვე ყველაფრისათვის ღმერთს სწირავს. დიდ მადლობას. ნახეთ, ვერი როგორ ამბობს, ერთი სოკო ნახა გაუხარდა, მაგრამ უკანა გზაზე, როდესაც ნახევარი გაფუჭებული დახდა, ჩვენ რას ვიზამდით? გავბრაზდებოდით, ვიფიქრებდით, რომ აი მომეჭრა რა თავის დროზე. მაგრამ ნახეთ როგორ ფიქრობს ეს ადამიანი, რადგან ენდობა ღმერთს, დაფიქრდა და თქვა, რომ ეთყობა ნახევარი უნდა მეჭამა და არ იყო საჭირო მთლიანი. და ადიდა ღმერთი, რომ დაიცვა ის ნაპროვანებისაგან. ახლა ამას რომელიმე რო კითხულობთ, გასაგები ხდება ჩვენთვის, მაგრამ რომელიმე ამაზე საერთოდ დავფიქრდებოდით. აი მაგალითად რაღაცა თქვათ დაგეგმილი შემოსავალი ჰქონდა, რომ უნდა ქონებოდა საიდანღაც და არ მოგვეცა იმდენ. რომელიმე ჩვენთაგანი ვიტყვით რომ დიდება და მადლობა ღმერთს ეთყობა, მე ამ თანხას რაღაცა ცუდისთვის გამოვიყენებ. არა, გავბრაზდებით, გავლანძღავთ იმ ხალხს, ვინც აი დაგვაკლო რაღაცა შემოსავალი. და ჩვენი ესეთი მიდგომა რას გვიზამს? ტანჯავს ისევ ჩვენ. იმიტომ ამბობს პაისი ათონელი, რომ ნახეთ ადამიანი არ უჯერებს ღმერთს, არ ენდობა მას თავის ცხოვრებაში და ამიტომ იტანჯება. მართლაც ესე არ არის, ნახეთ ეს ბერი რამ შვიდი და წყნარია და მისი ცხოვრება როგორ უხვად არის, ესე თქვა, ღვთის მადლით მოფენილი, მაგრამ ჩვენ ის ადამიანები, ვინც ღვთის განგებას ჩვენ ცხოვრებაში ადგილს არ უთმობთ, მაგრამ
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მიზნებით რა კარგად ამბობს რა მართლა როგორ მარტივად და გასაგებად ამბობს ახე როგორ ვაწყობთ მართლა ესე არ არის ჩვენს გეგმებს დავაწყობთ და მე ამას შეშმაყურად შემოატრიალებ და ვიძახით რომ ღვთისნება და ამიტომ მე ვიტანჯებით მაგრამ ადამიანი ვისაც სჯერა ღვთისგანგებისა ის ცხოვრებაში ის ბედნიერია შვიდია იმიტომ რომ ყველაფრისთვის მადლობს იცის რაზე უნდა იღელოს აი რატო უნდა იღელოს მითხარით თუ ჩვენ წამს რომ ყოვლის შემძლე ღმერთი რომელმაც სამყარო მხოლოდ ოდენ მისი სიტყვით გააჩინა და თუ ჩვენ წამს რომ ეს სამყარო მან ჩვენთვის ჩვენ სამსახურებლად გააჩინა მაშინ რატო ნერვიულობთ საერთოდ რამეზე აბა დაფიქრდით აი ხვალიდელ დღეზე რატო ნერვიულობთ აი რა იქნება ხვალ ან რატომ არა მაქვს ეს ან რატომ მაქვს ის პროცესით ამაზე არ უნდა ნერვიულობდეთ აი როცა ეხლა ესე ლოგიკურად დაფიქრდები ადამიანი დარწმუნებული ვარ ყველა შევთანხმდებით ამაზე რომ მართლაც რა გვაქვს ანერვიულობ ვიცით რომ კაცთ მოყვარია ღმერთი ვიცით რომ მან შეგვქმნა ჩვენ ვიცით რომ იმდენად უყვარვართ რომ ხოლოჩობილი ძე შემოგწირა ჩვენ საკუთარი სისხლი გაიღო ჩვენთვის ეს ყველაფერი ვიცით და მაინც ხვალიდელ დღეზე ვდარდობთ და მაინც უმადურები ვართ და კიდე აქეთ საყვედურებს ვეუბნებით ხოლმე ღმერთს რომ ღმერთო რატო რა დავაშავე განა ესეთი რა გავაკეთე კიდე აქეთ ჩვენ ვიმტრევთ ჩვენ ცხოვრებას ჩვენ ვინადგურებთ და კიდე იქით დანაშაულს ღმერთს ვადებთ არა და ხო ესე არის თვითონ ვინადგურებთ ჩვენ თავს თორე ჩვენ ხო 60-ში შეგვქნა ღმერთი ჩვენ ხო სრულყოფილები შეგვქნა ღმერთი ჩვენ ხო ღმერთმა ისე არ გაგვაჩინა რომ ცოტა ბოროტი ვიყავით და ცოტა კეთილი ვიყავით ეგეთი რამე ხო არ ყოფილა თავიდანვე კარგად შექმნა ადამიანმა თვითონ გაინადგურა საკუთარი ურჩობით და უმადურობით თავი და ისევ მერე კადნიერდება და ღმერთს აბრალებს ამას წავიკითხოთ წმინდა წერილი და ნახოთ რამდენი გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის ხომ შეეძლო მას ეთქვა რომ კარგი შენი არჩევანია და იყავი ეს მაგრამ არა ჯოჯოხეთამდე ჩაყვა ადამიანს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჯოჯოხეთამდე ჩაყვა ადამიანს და იქიდან ამოიყვანა ახლა შენ თუ ისე მიუბრუნდები ძაღლივით ნათხევარ შენსას ეს უკვე რა ღმერთის ბრალია ამიტომ კარგი იქნება რომ თითოეული ჩვენთაგანი ხშირად კითხულობდეთ წმინდა წერილს ახალ აღთქმასა თუ ძველ აღთქმას წმინდა მამების ნაშრომებს იმისათვის რომ კარგად გავიგოთ პირველი თუ როგორ ზრუნავს ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანზე ვინა ვართ აი უბრალოდ დაფიქრდით ვინა ვართ ჩვენ აი ღვთის ღმერთთან ვინა ვარ საერთოდ ვინა ვარ რატო უნდა ზრუნავდეს ჩემზე მაგრამ ზრუნავს თელს კაცობრიობაზე და თითოეულ ჩვენთაგანზე ცალკე აღებული და თუ ამისათვის კიდე თუ ადამიანი ამ ყველაფრის წაკითხვის მერე ამ ყველაფრის გაგების მერე კიდევ მადლიერი არ იქნება ღვთისა ეს უკვე პირადი ტრაგედია ადამიანის და ამას ისევ ღმერთი თუ უშველის ალბათ თორე სიტყვებით უკვე და რაღაც დარიგებით ამას უკვე ვეღარ გამოასწრო ღმერთმა მოგმადლოს წყალობა ღმერთმა მოგმადლოს მადლიერების განცდა თითოეულ ჩვენთაგანს დაგლოცოთ უფალმა და გაგვიყვანოს